ქალბატონებო და ბატონებო! რა გაყვირებს? ბლიად. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგ ეპიზოდში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. და დღეს ყველაზე ხმაურიანი მოვლენა გვაქვს, რომ ხვალ ვიბრუნებთ აფხაზეთს. არა. გავიღადავე. აფხაზეთს არ ვიბრუნებთ. ხვალ ვიბრუნებთ სამაჩაბლოს. მოკლედ დღეს სკროლავდი რა და ამომიგდო ვოლტის რეკლამა და მეთქი ეს რეკლამა რომ არ ვაჩვენო ჩემ გამომწერებს დამნაშავე ვიქნებით თქო რადგან ყველა იმსახურებთ ამ რეკლამის ნახვას და გაზიარებას ნუ ზოგადად სულიერ გაზიარებას აი მოდით გაჩვენებთ ჯერ მამა ვარ მე სტუდენტი ჯერ მამა ვარ ხოლო კურიერი როცა საჭირო ხოლო კურიერი ვოლტი ჩემი სამსახური არ არის უბრალოდ გადაცემა კაი თავიდან ვუყუროთ უკომენტაროთ ჯერ მამა ვარ მე სტუდენტი ხოლო კურიერი როცა საჭირო ვოლტი ჩემი სამსახური არ არის უბრალოდ გადაცემა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ადამიანს კარგი ფული გადაუხადეს და მართლა ესეთი მანიაკი არ არის იმიტომ რომ ეხა ამ ადამიანმა თუ თქვა რომ მოდი მე ჩავწერ მაგ რეკლამას მოდი მე გამომიყენეთ ამ რეკლამისთვის მაშინ რა ვიცი საბარგული შეუმოწმოთ იმიტომ რომ აშკარად მანიაკია ტიპი მაგრამ ნუ ალბათ ფული გადაუხადეს ჩვეულებრივი სარეკლამო ტიპია რა და ვოლტი ჩემი გატაცებაო დილით რო იღვიძებ და აი თვალს რო გაახელ და წვიმის და სეტყვის და დედის ტყნის ხმა რო ისმის რომ და რო გიხარია რომ მე დღეს ვოლტში ვმუშაობ წამოვხტები კბილებს გავიხეხავ ვოლტის სიმღერის ქვეშ და გავუდგები ჩემ გზას რომ ჩამოვარიგო 4 ცალი შაურმა და ავიდე მე-9 სართულზე ფეხით, რადგან სადღაც ვაზის უბანში გავომიძახეს და ლიფტი არ უმუშავებთ. ძალიან მიხარია, მე უბედნიერესი ადამიანი ვარ. ვინმე თუ მეკითხება, ვოლტის კურიერობა გირჩევნია თუ ტორტიო? მე ვპასუხობ, ტორტი, რადგან ვოლტის კურიერი ისედაც ვარ. რადილა თენდება, სიმღერა მინდება. ვოლტის კურიერი მე აქავარ ვოლტის სიხარულს მპირდება ვოლტი მღერის ვოლტი ხარობს კურიერობა არის ტკივილი კურიერობა არის გმირობა აი იმ დღეს მცხეთაში ვარ და მცხეთიდან გამოვიძახე რაღაცა მაკდონალდსი თუ KFC დიღმიდან და წარმოიდგინე რომ აი ესეთ კურიერს მოაქვს რომელიც სიხარულით მოდის რომ დიღმიდან მცხეთაში მაქვს წასაღები შეკვეთა არა ბიჭო აი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მთელი გზა კურიერი მაგინებდა რომ შენი მცხეთაში გამოძახებული საჭმელი მოუტყან და ეს არის ბიჭო ადამიანობა ეს არის ცხოვრება ეს არის კაცობა რომ ადამიანები ვაკეთებთ სამსახურს ძალით რადგან ფული გჭირდება, მაგრამ აი ამ სისულელებს თუ სიხარულით აკეთებ, გიჟი ხარ, აბა რა ხარ? აი, მცხეთიდან გიძახებს ადამიანი, რომ შენო უნდა წახვიდეო იმაში დიღომი მოლი თუ რა ქვია, თბილისი მოლში, გამოიტანო შეკვეთა და 30 წუთი იარო ტყეში შეხვიდე ქალაქ მცხეთაში და ქალაქ მცხეთაში ეძებო ჩემი მისამართი და იქ მომცე შეკვეთა. და ანუ გზაში გიხარია? გზაში გიხარია? და აი გზაში ესე მოდიხარო? მცხეთაში მიმაქვს მე შეკვეთა, მიშას ხომ მცხეთაშიშია. აი ესე მოდიხარ? არ მინდა ძმაო მაშინ. დატოვე ჩემი შეკვეთა, გამიუქმე, ფულს ისე გადავიხდი. დატოვე. მე მინდა რომ ჩემი შეკვეთა მომიტანონ გინებით და ზიზღით. რომ დახედავს ადამიანი რომ დიღომში
შემთხვევით მოუწია გავლა და შეკვეთა მიუვიდა და ეხლა უნდა წაიღო მცხეთაში. აი უნდა მაგინებდეს, რომ შენ ბიჭო შიქხვარა გაქვს რა მცხეთაში რა სიძახებ წადი სალობიაში ჭამე იბიომად და ნუ მაინც მიიღოს რა და წამოვიდეს ხო მთელი გზა უნდა მაგინებდეს აი ეგ არის ბიჭო აი ეგ არის კაცობა ეგ არის ქართველობა და ეგ არის ვოლტის და გლოვოს სამსახური აი ყველაზე მეტად მეზიზღება ადამიანები რომლებიც ბედნიერად ასრულებენ აი საკუთარ სამსახურს რა აი ბიჭო პოსტა მაგით არ მევასებოდა პოსტაში რომ მუშაობდი იცით რა მარტივი საქმე იყო ხალხო ალბათ ერთი 2 საათში ვამთავრებდი ხოლმე 8 საათის საქმეს რა იმიტომ რომ შეეჩვევი რომ დაამუღამებ ყველაფერს ცოტას იმაიმუნებ ცოტა რაღაცა ისა ესა და აი 8 საათის სამუშაოს ამთავრებ 2 საათში მაგრამ ბიჭო ყველაზე მეტად მეზიზღებოდა აი რა იცი რომ ჩემი თანამშრომლები ზოგიერთი კმაყოფილი რო იყო პოსტაში მოვდივარ დილის 10 საათზე წერილები მხვდება ეს წერილები თქვენ რა გონიათ რომ ის არის რომ დედიკო იტალიიდან გწერ იცოდე ყველაფერი ბედნიერად მაქვს და აი შენს ბედნიერებას გისურვებ და ჩვენს ბედნიერად ვარ ჩვენს ბედნიერად ხარ მთელი ოჯახი ბედნიერები ვარ ძალიან მიყვარხარ აჰა შენ უბრალოდ წერილს გწერ რომ გაიხარო და ბედნიერად იყო ეს წერილები გონიათ პოსტის საქმე არა პოსტის საქმე არის რომ თქვენ ქალბატონო იზოლდა გასახლებული ხართ აქედან ნახვი ხა ბარგი უნდა ჩაალაგოთ ან ხვალ მოდის ესა აღსრულების ბიურო და თელ სახლს გამოგატანინებენ და გადაგიყრიან სახლიდან თქვენ შემოგეულეთ მე ან ის რომ ხო ჯიგარო გოდერძი ეს მანქანა შენია ხო ძმის გული ხო 2700 ლარის ჯარიმა გაქვს ძმა აჰა ჩაიბარა ეს წერილი всё კარგად იყავი აი ეგ არის ბიჭო პოსტა და ხალხს უხარავდა ამ პოსტაში მისვლა აი ახლა გატენიან ამ ვოლტის რეკლამებს რომ თურმე ვოლტში მუშაობა როგორ ბედნიერებას უდრის აი მე უკვე 6-ჯერ მომეყინა თითები რადგან წვიმაში და თოვლში დავდივარ მოპედით აი ამას ხედავთ აი ნეკათითი აღარ მაქვს რადგან ჰიპოთერმიისგან გამეყინა და მოსაჭრელი გამიხდა თუმცა მე მაინც ვოლტის თანამშრომელი ვარ პარაპარაპა ვოლტი მე 4-ჯერ კვერცხი გამეყინა და ექიმი მეუბნება რომ მე შვილებს ვეღარასდროს გავაჩენ თუმცა მე მაინც ვოლტის თანამშრომელი ვარ ვოლტი გამოიძახე საჭმელი ბედნიერი ვარ და ესეთ რაღაცა რეკლამებს რო ჩითავენ ბიჭო გიჟები ხართ როგორ მეზიზღება ბიჭო მით უმეტეს ბედნიერ კაცზე უარესი რა არის და მით უმეტეს აი ეს წეღარო როგორ მიკონტროლებდა ესე ხო აი ესე მიდის სამსახურში ესე ვინ მიდის ბიჭო სამსახურში ნახე როგორ მიდის ბიჭო სამსახურში ტიპი ვოლტში მიდის აი ესე მიკონტროლებს ვოლტში ამ დილით იღვიძებ სეტყვა დედის ყდა წვიმა თოვლი ყველაფერი ხდება მოპედზე უნდა დაჯდე იცი რომ ერთი 3 თითი მოგეყინება აი მხოლოდ ტორმუზის თითი დაგრჩება იცი რომ ფეხის თითები მოგეყინება იცი რომ ჩაის არავინ დაგიტოვებს იცი რომ მე-9 სართულზე მოგიწევს ფეხით ასვლა და ესე მიდიხარ სამსახურში ვოლტი როგორ მიხარია ვოლტი მე მაბედნიერებს ვოლტი ჩემი ჰობია ვოლტი მამა ჩემია როგორ მეზიზღება ისეთი ადამიანები რომლებიც აი თავს იკატუნებენ ვითომ თავიანთი სამსახური მოსწონთ და თუ მართლა მოგწონთ თქვენი სამსახური ან მოგწონდეთ ძმა ვიყავით ეგრე დარჩებით სამუდამოდ ეგრე აი მე რომ ვმუშაობდი 18 წლის ვიყავი სასტუმროში რომ ვმუშაობდი 250 ლარად და მაგ დროს შევხვდი ადამიანს 30 წლის იყო მე ვარ 18 წლის ის 30 წლისაა ერთი და იგივე პოზიციაზე ვმუშაობ და ეს მიდის უფროსთან და ვალერი ძიაო ეუბნება რაღაცეებს რომ ვალერი ძია იმათთან შევიდე ოთახში და კონდიციონერი გაუთიშო ბევრი რო არ დაწვას ელექტროენერგია ეს მართლა შედის სტუმრებთან ლევი გასაღებით აღებს და კონდიციონერს უთიშავს
და ვალერი ძიასთან მირბის, რომ ვალერი ძიაო, ხო კაი ბიჭი ვარო, 30 წლის კაცი. დათო შენი მანქანი დადის, პრავა აქვს და მე ვოლტშიო, იმიტომ მუშაობ რომ მომწონსო ეს სამსახურიო. მოგწონდეს, ძმაო, მოგწონდეს, ბაზარი არა, მოგწონდეს, იყავი ძმაო ეგრე. Просто მე ირაკლი კობახიძეს ნუუტრა. Просто მე მთავრობას და ოპოზიციას ნუაბრალებ ძმაო რაღაცეებს რა მართლა. Აი, შენ თუ მოგწონს ვოლტში მუშაობა, იმუშავე. იმიტომ რომ ვოლტის და გლოვოსი და იანდექსის და ბოლტის კურიერები იმენა გმირები არიან, რომლებიც აი ყველა სტრესს და ყველა იმას წნეხს გადიან. ოღონდ რა თქმა უნდა გაბრაზებულები, ბიჭო. და ის რომ აი მე ამ ყველაფერს გავდივარ და მოპედით დავდივარ იმაში თოვლში და წვიმაში და მე ეს მომწონს, ეს ჩემი ჰობია. რა ჰობი, ბიჭო. თუ გიჭერს და თუ ოჯახს უჭერს, რა თქმა უნდა იმუშაო მანდ, მაგრამ ის რომ მოგწონდეს ვოლტში მუშაობა მოსწონს. ვოლტში მუშაობა მოსწონს. აი შემდეგზე ჩავალ სადღაც თელავში, თბილისიდან გამოგიძახებ და ვნახოთ როგორ მოგეწონება, აი სეტყვაში და წვიმაში და აი როგორი კონტროლშით მიხვალ რა. რა, ბიჭო. ხალხი ყდება ახალგაზრდობას აწირავს, მაგ შენ ვოლტს. გადავიდეთ დონაციებზე. ცოტა ბევრი დონაცია იყო და განვიხილოთ ყველა. პირველი მიშა ეკიმო, ჩემ ძმაკაც Samsung Flip-ი აქვს, თვითონ იყიდა, პადელს თამაშობს და ვარჯიშებზე Louis Vuitton-ის ჩანთით დადის. გეია? თუ გნებავთ რომ თქვენ ძმაკაც უბრალოდ გეი დავუძახო 50 ლარად, კი ბატონო, გეია პიდარასტია. ერთი 200 ლარიც დავიმატე და ვაფშე კეთილებს ვაგინებ. ანონიმური ძმაკაც გათბობა ჩართე ბიჭო არ გაიყინო. ჩემი გათბობა ჩართე. გათბობა გეებისთვისა. გათბობა არის აი წინა კითხვის ავტორის ძმაკაცისთვის. აი წინა კითხვის ავტორის ძმაკაცი პადელზე რო დადის და Louis Vuitton-ის ჩანთით დადის, ეგ უეჭველი თბება და მე არ გავთბები არასდროს. მე ყოველთვის მეციება. მიშა ეკიმო ამ ეტაპზე მეტი საშუალება არ მაქვს მომაპატიეთ მილიონერი რო გავხდები Rolls-Royce შეგიძენთ. აუცილებლად უნდა შემიძინოთ Rolls-Royce, რადგან თქვენთვის ვღადაობ. ასე რომ Rolls-Royce ველოდები. შემდეგ Deep State გვიდონატებს ჩემს სახელზე კოფედალიო. დიდი მადლობა ბატონ Deep State. ბატონი თალიბანი. ხო ყველას გვესმის რომ ბატონი თალიბანი არის ძალიან ცუდი კაცი, ხო და ყველას გვესმის რომ ბატონი Deep State არის ძალიან ცუდი კაცი და თქვენ სახელზე ბატონ Deep State კოფეს დავლევ, დიდი მადლობა. შემდეგი ჩაჯმულების დაჯმისთვის. ჩაგვრელად გამომიყვანა რომ ისედაც ჩაჯმული არიო ხალხიო და მე რა შენ კიდე აჯვამო. დიდი მადლობა ამ ჩარეცხვისთვის, ანონიმური 10 ლარი. მიშა გამაძრა გადაცემაში პროსტა რენდომ ტიპი ვარ, არაფერი განსაკუთრებული, აზრებში ვემთხოვით, ყველა გადაცემას ვუყურებ, გამაძრა ერთხელ შენ შოუში. არა, გმადლობთ ბატონო გიორგი ხიზანიშვილო. პროსტა რენდომ ტიპად რომ მიგაჩნია საკუთარი თავი, ნუ მაგაშია საქმე რა. ჯერ ერთი ისედაც არ დაგპატიჟებდი კაცო, იმიტომ რომ სტუდია მაქვს სხვაგან, მეგობრებო, ყველამ რომ იცოდეთ, ანუ თბილისში არ ვარ საერთოდ. შორს ვარ ძალიან. და ჩემს სახლში მაქვს გაკეთებული სტუდია, ჩემი ნამუშევარია ყველაფერი რაც ხედავთ და ჩემს სახლში არ უპატიჟებ არავის. ნუ მეზობლების გარდა, მაგრამ მეზობლებმა არც იციან რას ვაკეთებ, რადგან ზრდასრული ხალხია და ეხა ესე რომ მოვიწვიო ვიღაცა რომ წამო ძმა ჩემს სახლში წამოდი, არა. 1000 გიჟი ხართ, 1000 ავადმყოფი ხართ, ასე რომ ჩემს სახლში არავის დაგპატიჟებთ. მაგრამ სულ ესაა რა. დიდი მადლობა 20 ლარისთვის ბატონ გიორგის. ნუ სხვა რა ვთქვა ეხა მართლა. დიდი მადლობა 20 ლარისთვის, მაგრამ არა, მაპატიე ჩემს სახლში არავის ვპატიჟებ.
ახლობლების გარდა. შემდეგი ლაშა 5 ლარი, დიდი მადლობა ლაშას. შემდეგი ანონიმური მაგარი კაცი ხარ მიშა. იასნია, მაგარი კაცი ვარ. ბიჭო, მაგარი კაცი ვარ, აბა. სულ ესა დონაციები. დიდი მადლობა მეგობრებო ყველას დონაციებისთვის. იცოდეთ რომ თითოეულ თეთრს მართლა ვაფასებ, იმიტომ რომ მესმის რომ თქვენი შრომით გაქვთ ნაშრომი და ნაშოვნი ეს ფული, თქვენ მიდიხართ სამსახურში, შრომობთ. ზოგისთვის სამსახური ისა ჰობია, ზოგი ვოლტში მუშაობს და ჰობი და გატაცება თქვენთვის სამუშაო, მაგრამ მაინც რომ შრომობთ და მე წყვეთ რომ მე ჩამრიცხოთ 5 ლარი, 50 ლარი თუ ამ შემდეგ ძალიან ვაფასებ და მართლა უღრმესი მადლობა ყველას. იცოდეთ რომ ეს გადაცემა არსებობს თქვენთვის და თქვენ მიერ არსებობს ეს გადაცემა. კოსინთ მიყვარხართ. ჩაო. პიუ